არ მინდოდა რომ ადამიანების გული გამეხეთქა და არ ვთქვი სპეციალურად პაპილომასთან დაკავშირებით ვიდეო რო დავდე რომ 14 შტამია მეთქი სახიფათო სიმსინისთვის და 10-ს აკეთებენ ერთზე. სინამდვილეში 9 კომპონენტიანია, ანუ 9 სხვა შტამის გან შემდგარი ვაქცინას გიკეთებენ. ეხლა მე არ მინდოდა ვისაც უკვე გაკეთებული აქვს რომ გული გატყდომოდა ან ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ 9 სხვადასხვა კომპონენტი შეყავთ ორგანიზმში, სხვა აგენტი და იქიდან შეიძლება ცხოვრებაში არც ერთი არ შეხვდეთ, ან შეხვდეთ ერთი, საერთოდ ვაქცინა ეფექტურია თუ არა, მაგაზე კიდე ბევრს ჯელობენ, ახლა ერთ მოუწყის აცლილი თუ ხარ, ნამდვილად გადარჩები თუ არა და წარმოიდგინეთ რომ შეიძლება ცხოვრებაში საერთოდ არ შეხვდეთ. ან შეხვდეთ ერთი შტამი, 2 და 9 შეყავთ ორგანიზმში. დაფიქრდით, რამდენად კარგია ეს თქვენთვის. მე სპეციალურად არ ვთქვი, იგივე არ მინდოდა მე თქვა, მაგრამ ბავშვებს რო სავალდებულო აცრას უკეთებთ პირველ 2 წლის განმავლობაში და 6 კომპონენტიანია და ბავშვები მოყავთ სახში მივარდნილები და 1-2 თვე ჭკუაზე ვერ მოდიან. რატო არა ამ ყველაფერს, რატო არ ეუნებით? ეხლა რომ დავიდეთ იქ კომენტარები, რატო არ ეუნებით ოჯახის წევრებს, ბავშვის მშობლებს, ან თვითონ ქალბატონებს რომ უკეთეთ, რომ 9 სხვადასხვა აგენტი შემყავს შენ ორგანიზმში და რას იზავს ის ღმერთმა უწყის. არ გინდოდათ, ხომ სპეციალურად არ ვთქვი ეს, რომ ვიღაცას არ გინდოდათ კი ბატონო, ეხლა ვთქვი სიმართლე და საერთოდ მოსახლეობას მიუმართავ. დაფიქრდით, აბა რატო არ არის რეკლამები ტელევიზიით რომ გახდით ჯამთელი, შაქარი არ ჭამომავნია, D ვიტამინის სასარგებლოა და დაავადებებს აგაცილებს. რატო ამის რეკლამებს არ აკეთებს ოფიციოზი და ჯანდაცვის სამინისტრო და აკეთებს მარტო რომ აიცერით და ის რა ქვია ეს სავალდებულო გამოკვლევები ჩაიტარეთ და ასე შემდეგ. და რამდენ თანხას ხარჯავს ამაში, როგორ ფიქრობთ, რა დაინტერესება აქვს? აი ეს არის სიმართლე და გინდოდათ სიმართლე მიიღეთ და ეხლა გაიგებს მოსახლეობა რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ და საერთოდ რას ეუნებით და რას არ ეუნებით. ვიცი რომ უმეტეს შემთხვევაში ამას მალავთ და ის ადამიანები, ვისაც ვაქცინაციას უტარებთ, ეს ყველაფერი არ იცის. მადლობთ, კარგად ვზანდებოდეთ.